მოგესალმებით. თქვენ უყურებთ შინაურულს. ყველაზე მარტივ რეცეპტების არხს YouTube-ზე. დღეს კიდევ ერთი მარტივი რეცეპტი მოგიტანეთ. ეს არის უგემრიელესი ნიგვზიანი ხვეულები. პირველ რიგში დავჭირდება ეს ინგრედიენტები. 350 გრამ ქვილს დავამატოთ 50 გრამი შაქარი, მწიკვი მარილი და 150 გრამი რბილი კარაქი. კარაქი და ფქვილიანი მასა კარგად ავაფხვიეროთ. აქვე დავამატოთ 1 ვანილი და 2 კვერცხის გული. შემდეგ კი ცალკე ჯამში ავურიოთ 3 სუფრისკოვის მაწონში 1 ჩაის კოვზი სოდა და დავამატოთ ჩვენს კვერცხიან მასას. შეგიძლიათ მაწვნის მაგივრად არაჟანიც გამოიყენოთ. ყველა ინგრედიენტი უკვე ჯამში გვაქვს მოთავსებული, ამიტომ მოვზილოთ საგულდაგულოდ ცომი, რომელიც საკმაოდ მკვრივი გამოდის. შემდეგ გადავიტანოთ მაგიდაზე და თხლად გავაბრყელოთ. შემდეგ გაბრყელებული ცომისგან ამოვჭრათ რგოლი, რომელიც შემდეგ გავყოთ 4 ნაწილად და თითოეული ნაწილი დავყოთ სამკუთხედებად. ჯამში მოვათავსოთ 200 გრამი გატარებული ნიკოზი 100 გრამ შაქართან ერთად და კარგად ავურიოთ. ესეც ჩვენი გულსართი, რომელიც თითოეულ ცომის სამკუთხედზე მოვათავსოთ და გადავახვიოთ წვრილი სამკუთხედის ნაწილისკენ და მივიღებთ აი ასეთ ნიგვზიან ხვეულებს, რომლებიც გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე. ჩვენი უგემრიელესი ნიგვზიანი ხვეულები უკვე გამოცხვა, რომელიც შევაგრილოთ. შემდეგ მოვათავსოთ ჯამში. ზემოდან მოვაყაროთ ვანილგარეული შაქრის პუდრა და კარგად მოვურიოთ ჯამშივე, რომ თითოეული ნიგვზიანი ხვეული კარგად ამოიგანგლოს შაქრის პუდრაში. და შემდეგ უკვე მზად არის, რომ გემრიელად მივირთვათ. აუცილებლად მოამზადეთ და დააგემოვნეთ. ეს არის ძალიან გემრიელი დესერტი. დღეს ამით გემშვიდობებით. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ შინაურული, რომ ნახოთ ყველა მარტივი რეცეპტი. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ რეცეპტამდე.